დაპირეთერში. ესე იგი, ჩვენი სტუმარია შესანიშნავი მაგდა ნოვაკოვსკა, მთარგმნელი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენ საუბრობდით დამოუკიდებელი მედიის როლზე, თითოეული ჟურნალისტის მნიშვნელობაზე და ამ ნაწილში ჩვენ უკვე უნდა ვისაუბროთ ავტორების როლზე, ლიტერატურის როლზე და განსაკუთრებით კი მთარგმნელობითი თვალსაზრისით და ასპექტის გათვალისწინებით. მაგდა, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან, ხართ პირველად და ზუსტადაც როდესაც მაგდას შევხვდი აქციაზე და ეხლა ვსაუბრობდით რომ ჩვენ ესე იგი შეხვედრებს გეგმავთ სტუმრობებს უკვე იქ სადაც ყველაზე დიდ დროს ვატარებთ ანუ აქციებზე და იქაც ვსაუბრობდი და დავაზუსტე უკვე რამდენი წელია მაგდა არის საქართველოში და შემიძლია რომ ეს არის უკვე 25 წლის იუბილეი გვაქვს ფაქტიურად და მე სიამაყით ვიტყვი იმას რომ ფაქტობრივად პირველივე დღეებიდან გიცნობ როდესაც აქ ჩამოხვედი და აღარ წახვედი და თუ მიდიხს ხოლმე პოლონეთში მაგდა მიდის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების გამო და ესეც აუცილებლად გითხარი დასასრულს ეხლა მალე რომ წახვალ რა საქმეზე მივბრძანდები იქ. მოკლედ დავიწყოთ ალბათ საუბარი იმაზე რომ რეალურად აქ კონკრეტული თარგმანები აქვს მაგდას მოტანილი ილაპარაკებს ამის შესახებ და ალბათ ძალიან საინტერესო არის შენ გვითხრა, იმიტომ რომ შენ ხარ მე აქაურად მოგიაზრებ ბუნებრივია, მაგრამ რა თქმა უნდა, ესე იგი რაღაცნაირად პერიოდულად გვერდიდანაც შეგიძლია ხოლმე მოვლენებს შეხედო და უფრო ზუსტად კი შეგიძლია ჩაიხედო ხოლმე ლიტერატურის გულში და შემდეგ რაღაცნაირად ეს ასე ოსტატურად გააზიარო ისე რომ რა თქმა უნდა თამთამელაშვილის საშუშაშუ მაყვალი არის შესანიშნავი და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რომანი, მაგრამ ვფიქრობ ავტორსაც ის უნდა გაუმართლოს, რომ ასე თარგმნოს მთარგმნელმა და ამ წიგნს ჰქონდა ძალიან დიდი გამოხმაურება პოლონეთში, ხო? მოდი დავიწყოთ ამაზე საუბარი. ლიტერატურაზე, ავტორზე, თანამედროვე ავტორზე და მის როლზე იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცა საზოგადოება უნდა წარადგინოს სხვა ქვეყანაში, ხო? ხო ასეა რეალურად. დიახ, ასეა სწორედ. მოგესალმებით, მე ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა. პირველად ვარ თქვენს ეთერში ამ არხზე კი მომიწია რამდენიმე ჯერ სტუმრობა და ყოველჯერზე ეს არის ძალიან სასიამოვნო. ამ ვითარებაშიც სიამოვნებს ამაზე საუბარი, რადგან ეს არის ყოველთვის აქტუალური, იცით, აი ეს თემა არ კარგავს არასდროს აქტუალურობას, ეს არის როგორ უნდა წარმოაჩინო შენი კულტურა გარეთ და ეს რას ნიშნავს, რა მნიშვნელობას ატარებს კონკრეტულად ლიტერატურა ამ შემთხვევაში და ეს არის უდიდესი მნიშვნელობა და შენ სწორედ თქვი, რომ ეს გარეთ გასული ხმა ზუსტად აი სწორედ ესეთ დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თამთაზე მინდა ვისაუბრო განსაკუთრებით იმიტომ რომ სწორედ მისმა შავშმა მოიპოვა თარგმანმა მოიპოვა პოლონეთში ძალიან დიდი მოწონება, ძალიან დიდი აღიარება და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ წიგნის გამოცემას მე მინდა რომ ვაჩვენო არაჩვეულებრივი ხდა, რომელიც ძალიან გააზრებული არა მხოლოდ ლამაზად არის გამოცემული, არამედ ძალიან გააზრებული ხდა და ამ წიგნს აქვს ძალიან კარგი გამომცემელი და ზოგადად კარგი გამომცემლის პოვნა და მათთან ურთიერთობა არის რთული მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ქართული ლიტერატურა ფეხს იკიდებს ახლა ზოგადად მსოფლიოში და ევროპულ ბაზარზე და დასავლეთში ძალიან ბევრი ესე ვთქვათ შრომა გველის წინ ამ თვალსაზრისით და ამით არის ძალიან სასიხარულო რომ ისეთი მერცხლები ესე ვთქვათ ესეთი გამონათებები როგორიც გვაქვს ავტორების და მათი ნაწარმოების სახით გვაქვს უკვე და ხელსამოსაკიდია და არიან ესეთი ავტორები თამთას შემთხვევაში მოხდა რამდენიმე თანხwebdriver. ერთი არის ის რომ ეს არის ძალიან პოპულარული ამ შემთხვევაში უკვე ზოგადად პოპულარული ფემინისტური ლიტერატურა, რომელიც ზოგადად მსოფლიოში სარგებლობს აი დიდი ესე ვთქვათ მოწონების, იმიტომ რომ ქალები წერენ ქალებზე ამ პრობლემებზე, რომელიც ზოგადია. საერთოდ ეთეროსთან გაიგივება ძალიან ადვილია.
იმიტომ რომ ეს არის ადამიანი, ქალი, რომელიც პატარა სოფელში ცხოვრობს და მას ძალიან უნდა რომ იყოს თავისუფალი იმ შემზღუდავ გარემოში, რომელიც მას ერგოცილად ვთქვა, ხო? ის არის პატარა სოფლის პატარა ქალაქის მაცხოვრებელი და უნდა რომ მაინც აი ამ მოცემულობაში, რომელიც აქვს, საკმაოდ მძიმე მოცემულობაში იყოს თავისუფალი. აი მერწმუნეთ რომ ეს არის ისეთი თემა, რომელთანაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ გააიგივოს თავი. ეს არის ამ წიგნის წარმატების ერთ-ერთი ესე ვთქვათ საფუძველი. კი ბატონო. მეორე არის ის რომ თამთას ენა და ენა რომელიც განსაზღვრავს ამ პერსონაჟს არის სრულყოფილი, ანუ არც ერთი წამით არ ხდება ამოვარდნა ამ ბუნებრიობიდან, რომლითაც თამთა წერს და იმ ენიდან, რომელსაც იყენებს. და მე აქ მოვიტანე სხვათა შორის რამდენიმე ნაწყვეტი იმ რეცენზიებიდან, რომელიც ამ წიგნის გამოცემას მოყვა და აბსოლუტურად ყველა არის აღფრთოვანებული და წერს მაგალითად აი შემიძლია უცებ გადავთარგმნო პოლონურად არის ეს და არის ესეთი გამოცემა ვესოკი ოფცასე, რომელიც თავარი ქალთა ჟურნალია და წერს აგატა ფეჟიკი, რომელიც არის ძალიან ცნობილი რედაქტორი და კრიტიკოსი, წერს როდესაც ფიქრობ, რას შემიძლია შევადარო შაშვი მახვალი თამთამელაშვილის, არაფერი არ მომდის აზრად. უბრალოდ იმიტომ, რომ ესეთი წიგნები არ არსებობს. რა მოკერია. ხო, აი ეს არის ერთი. მეორეს კეთყვით, ესე იგი, თავისუფლებაზე, რა თქმა უნდა, თავისუფლებაზე საუბრობს ყველა, იმიტომ რომ წიგნის გამოცემას მოყვა ეს მოვლენები, რომლითაც ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ და გარდა იმისა, რომ აღფრთოვანდა საზოგადოება და მკითხველი და კრიტიკა ამ წიგნით, ასევე თამთა გახდა გარკვეულწილად ხმა გამოსული საქართველოდან. აი ეს არის ზუსტად რაც ზუსტად ის რაც უნდა გვეთქვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ავტორი საზოგადო მოღვაწე, რომელიც მნიშვნელოვან რეალობას ასახავს, ან რეალობის მნიშვნელოვან ნაწილს, სოციალურ მდგომარეობას აღწერს და ეს არის სწორედ ამ წიგნის ერთ-ერთი ისეთი ძლიერი მხარე, ბუნებრივად ხდება აი ეს გარეთ გასული ხმა და ხდება თავისთავად ამ საზოგადოების, ამ კულტურის ელჩი. და მას უკვე მოეკითხება ძალიან ბევრი რამ, ასე რომ თამთას უკვე წიგნის მიღმა, ესე ვთქვათ, ლიტერატურის მიღმა დაუკავშირდა ბევრი მედია, რომელსაც უნდოდა უბრალოდ თამთას აზრის დაფიქსირება, იმ მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ. ხო, იმიტომ რომ ბოდიში, აი ჩვენც აი რაღაცა პროცესებს რომ აკვირდებით ნებისმიერ ქვეყანაში, ხო, რეალურად ხა თუ არ არის ასეთი, როგორ თქვა, კარგად ნაცნობი. სულ გვაქვს, აი რა საზოგადოებასთან გვაქვს საქმე, ხო? იმიტომ რომ ხა მედიის თვალსაზრისით დარწმუნებული ვარ, რომ პოლონეთს დაფარული აქვს ყოველდღიურ რეჟიმში აშუქებს რა ხდება საქართველოში, მაგრამ ხო რიგითი მაყურებლისთვის ძალიან საინტერესო ხდება, რომ აი ვინ არიან ეს ადამიანები და როდესაც შენ გაქვს ლიტერატურა და აქ შეგიძლია ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, დაინახო რა ავტორი და ავტორი როგორც ამ შემთხვევაში რაღაცნაირად საზოგადოების სახე, ხო? ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამიტომ გვჭირდება ჩვენ. ამიტომ ვამბობს და ამიტომ რაღაცნაირად გაიცვით ეს ფაზა, რომ ეს ფრაზები, რომ თარგმნილობითი პროგრამა იყო უმნიშვნელოვანესი პროგრამა, რაც ჩვენ ქვეყანაში შექმნილა ბოლო წლების განმავლობაში. და ზუსტად ეს გვინდოდა რეალურად ამ პოზიციონირებისთვის იყო ეს საჭირო და ძალიან სამწუხაროა, რომ აი ეს მთელი რიგი პროცედურა, რომელიც
თარგმანს სჭირდება და ახლავს და ყველაზე კარგად შენიცით ამთა ეს რაღაცა ეს აწყობილი მექანიზმი რეალურად ჩვენ ხელიდან გამოგვეცალა, ხო ასეა? კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია და ამაზეც მინდა რომ ვთქვა, ჩვენთვის როგორც ამ ესე ვთქვათ პროცესში მონაწილე ადამიანებისთვის, აი ძალიან მნიშვნელოვანია ის ინსტიტუციური მხარდაჭერა, რომელიც ჩვეულებრივ ვითარებაში გქონდა და რომელიც ახლა აღარ გვაქვს, იმიტომ რომ არც ავტორები და არც მთარგმნელები და არც უკვე აცი თავმოყარე გამომცემლობები გარეთ მათ არ სურთ ითანამშრომლონ იმ უწყებასთან, იმ ორგანიზაციასთან, სადაც აი შენ მისული, ესე იგი ჩვეულებრივი ძალადობა დაგხვდა. ეს არის უბრალოდ სირცხვილი. და შესაბამისად არავის არ აგვაქვს ამისი არც სურვილი და არც გვექნება მანამ სანამ ესეთი ვითარება არსებობს. და ალტერნატიული გზებით, სხვა დიდი ძალისხმევით გვიწევს ხო რაღაცნაირად მუშაობა ამ საკითხებზე. მაგდა, რაღაცნაირად ჩვენ ძალიან ხშირად გვისაუბრია ამაზე და მინდა რომ შენი აზრი თქვა, გულისხმობ იმას რომ თითქოს რაღაცა შეკრავენ ხოლმე პირს, რომ რაღაცა ხელოვნების წინააღმდეგ გალაშქრება იყოს ესეთი ხილული, როგორიც არის და დღეს უკვე ეს ვეღარც ინიღბება, ხო ასე არის. და რომ არ არის ეს მოგონილი ფრაზა, რომ ეშინიათ, რატო ეშინიათ ხო ლიტერატურის რეალურად, რატო არის საშიში ხელოვნება, ხო, რომელიც რაღაცა თავისი, როგორ თქვა, თავისი არსით და შინაარსით, ხო, არაფერს ასეთ საშიშს არ წარმოადგენს, ხო? აი რატო მოხდა და რატო ვეღარ იკავებს თავს უკვე ანუ შევიდა იმ ფაზაში ხო რაღაცნაირად როცა რაც ახასიათებს დიქტატორულ ქვეყნებს დიქტატორობის შემთხვევაში ასე ხდება ხო ცალსახად იგრძალება ან ცალსახად ბრძოლა არის გამოცხადებული ხო ნებისმიერი ავტორიტარიზმი რასაკვირველია ებრძვის თავისუფლებას თავისუფალ აზრს ნებისმიერი ავტორიტარიზმი ილაშქრება იმ სიმბოლოების წინააღმდეგ, რომელიც არის კულტურის საფუძველი, რა კი ხა მთელია ეს შეგვიძლია ისტორიის განმავლობაში და ლიტერატურის ისტორიის განმავლობაში ამის უამრავი მაგალითია, რა კი არის კულტურა და მის წარმომადგენლები სწორედ ქვეყნის სახე, ანუ რამ მოიტანა, რომ დავსვათ კითხვა დავშვათ, ხო მე მაგალითად ხშირად დამისვავს ეს კითხვა, რამ მოიტანა ქართული საზოგადოება და ზოგადად ქვეყანა დღემდე. და პასუხი არის ძალიან მარტივი. ეს გააკეთა კულტურამ. და არც მეტი არც ნაკლები იმ ადამიანების თავდადებამ ძალიან ხშირად, რომლებიც ამ კულტურის მატარებლები იყვნენ. და თუ კი ეს არის სწორედ ეს რაღაც აი hard drive ესე ვთქვათ მეხსიერების დისკი რომელიც ამ კულტურას გააჩნია ცოცხალი ადამიანი რომელიც ასევე ამ მეხსიერების ცოცხალი მატარებელია ბუნებრივად და ლოგიკურად ხდება ზუსტად ამ ავტორიტარიზმის სამიზნე რატომ იმიტომ რომ მას შეუძლია რომ საზოგადოების სახელით ილაპარაკოს და ილაპარაკოს შიგნით და ასევე ილაპარაკოს გარეთ, როგორიც ხდება ეს და წიგნი ამ შემთხვევაში ლიტერატურა წარმოადგენს ამის ძალიან მდგრად მაგალითს. აი ხა აქ ჟურნალისტიკაზე იყო საუბარი, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს აი ეს აქტუალურობის და აი ამ ინფორმირებულობის თვალსაზრისით მე თვითონ ასევე ერთ-ერთი ჩემი პროფესია ესე ვთქვათ რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვსწევ და გამივლია ეს მაქვს ეს გამოცდილება არის ჟურნალისტიკა და აქედანვე უწყადებ ურყევ ჩემს ხარდაჭერას მზიას და ყველას აბსოლუტურად ვინც გაუსაძლის პირობებში იბრძვის იმისთვის, რომ ელემენტარულად საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რომ არ ჩაქრეს ეს თავისუფალი
ინფორმაციის ველი, მაგრამ ამ შემთხვევაში ლიტერატურა არის მდგრადობის, ესე ვთქვათ, აი ამ სწორედ აი ამ ინფორმაციის უფრო, ესე ვთქვათ, კონცენტრირებული ფორმა. იმიტომ რომ როდესაც აიღებ ამ წიგნს, უამრავ რამეს გაიგებ. ამ საზოგადოებაზე, მის ისტორიაზე, მის სოფხედველობაზე, ენა ხო ისეთივე ზუსტად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კოდი, სადაც ვლინდება საზოგადოების, ამა თუ იმ კულტურის საზოგადოების სახე და აი ამაზეა საუბარი ზუსტად, აი ამ იცით ამ შინაარს სწორედ ებრძვის ნებისმიერი დესტრუქციაზე ორიენტირებული და დამონებაზე ორიენტირებული სისტემა. მაგდა, თქვენდა და რამის კითხვა. იცი არის, მე ვფიქრობ, რომ ასევე მნიშვნელოვანია რაღაც ტიპის გამოცდილება პოლონეთთან მიმართებაში, ხო? იქაც არის გამოწვევები, რთული დრო არის პოლონეთისთვის ახლაც და ნუ პერიოდულად ეს იცვლება და ასე შემდეგ. რა იცავს, ასე ვთქვათ, ამას, ხო? რა არის, რა აზღვევს, ასე ვთქვათ, ხო? პოლონეთს ეგეც საინტერესოა, ოღონდ კონკრეტულად შენი გადასახედიდან როგორც ძალიან ესეთ ჩახედულს ხო ამ პროცესებში და კი ბატონო. შეიძლება იყო გვერდიდან დამკვირვებელი და ამ ჩვენ შემთხვევაში. აი მე ამაზეც მინდა რომ ვთქვა ორიოდენ სიტყვა რახან ესახსენე. თარგმნელის როლი თავისთავად რაღაც ხიდების გაბმაში ყველაზე მეტად ვლინდება ესეთ, ანუ შეგვიძლია ეს მეტაფორა, ეს ხიდის მეტაფორა ყველაზე სწორი და ხშირიც არის ჩვენ შემთხვევაში და ესე ვთქვათ, ერთის მხრივ ძალიან საინტერესო პოზიციაში გვაყენებს, იმიტომ რომ სულ რაღაც ერთი ფეხი აქეთ გვაქვს, მეორე ფეხი აქეთ გვაქვს, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია. და ჩემი გადმოსახედიდან, რაც ეხა პოლონეთში ხდება წინამთავრობის პირობებში, თუნდაც ეხა უსმენდი თქვენს სტუმრებს, რომლებიც საუბრობდნენ ჟურნალისტებს, რომლებიც საუბრობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ანექსიაზე მთავრობის მიერ და ასევე ეს გამოცდილება გვერგოწილად პოლონეთში წინა მთავრობის პირობებში და ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ეს სივრცე დაგვებრუნებინა პოლონეთში. სწორედ აი მიზეზების გამო, რაც წეგან ვისაუბრეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, იარაღი, ინფორმირებულება ზოგადად ვთანხმდებით, რომ დღევანდელი მსოფლიოს და ზოგადად ინფორმაციის მიწოდება მიმოსცვლა არის ერთ-ერთი უმთავრესი რამ და ეხა აი ამ ჰიბრიდული ომის პირობებში როგორ მიეწოდება ინფორმაცია ადამიანს, რა გზით, რა სახით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ პოლონეთში არის ძალიან მარტივი, ესე ვთქვათ, ამ წვლილების, რომელიც წეგან ვახსენე, ძალიან მარტივი მიზეზი უბრალოდ არჩევნები იყო სამართლიანი. და შეიცვალა ხელისუფლება, შეიცვალა შესაბამისად მოცემულობა, გაჩნდა პოლიტიკური ნება იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და შესაბამისად სხვა ველი, ესე ვთქვათ, სამართლებრივი ველი მათ შორის ასევე გახდეს უფრო მრავალფეროვანი, უფრო ჰუმანური, უფრო ორიენტირებული საზოგადოების ტკივილზე და აი ეს არის ერთადერთი გზა, რეალურად ერთადერთი გზა. მაშინ, როდესაც ეს ვერ ხერხდება, გვაქვს ის ვიტარება, რომელიც გვაქვს ახლა საქართველოში, რომ ადამიანები ყოველდღე დგანან საზოგადოებრივ მაუწყებელთან და ითხოვენ ეთერს. რაც უკვე მართლა აბსურდში არის გადასდილი, იმიტომ რომ ეს არის სწორედ მაუწყებლის პირველი როლი და უმთავრესი როლი და ამის მეც არ უნდა აკეთებდეს. ამიტომ ჩვენ
ძალიან მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ, როდესაც არის დაცული ელემენტარული დემოკრატიის პრინციპები, ეს იყო ძალიან მარტივი. სამართლიანი არჩევნები ჩატარდა, პრობლემა ხდება. მეგობრაი, თავისთავადია. ანუ თუ ამას მისცემ საზოგადოებას ამის შესაძლებლობა რომ თავისთავად დაალაგდეს თავისი აზრი და მივიდეს და აი ამ გზით მოხდეს ამისი ცვლილება, რაც არის დემოკრატიის პირველი და უმთავრესი პრინციპი. მაშინ ეს რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, უმტკივნეულოა, ბუნებრივიც არის და შედეგიანიც. ხდება იმის გარეშე, რაც ჩვენ ახლა დაგვათხდა თავს. ზუსტად. და სადღაც 2 წუთი გვაქვს დარჩენილი და მინდა აუცილებლად მოვასწროთ. შენ მიდიხარ პოლონეთში და რა საქმეზე მიდიხარ და ეს რაღაცა მაგდა მასწავლებლის გითხარი? მიმართულებაზეც გითხარი, იმიტომ რომ ეს ნამდვილად უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის ჩვენთვის და კი ბატონო, ამისთვის მე მოვიშველიებ აი ამ გამოცემას, რომელსაც ასევე მინდა რომ გაჩვენოთ, არ ვიცი თუ არის. კი, ხედავთ. ეთერში. ხედავთ, ეს არის კრებული, რომელიც გამოვეცით შარშან დეკემბერში და გახლავთ შედეგი მუშაობისა ჩემი სტუდენტების ქართულ-პოლონური მხატვრული თარგმანის სკოლის, რომელიც მე ძალიან მიხარია, მომეცა შესაძლებლობა გამეხსნა შარშან. ყავს 5 ადამიანი, რომელსაც აქვს იმისი უნარი და სურვილი, რომ გახდეს 5 მოსწავლე. მათ შორის 4 პოლონელი და 1 ქართველი, რომელმაც არაჩვეულებრივად ისწავლა პოლონური ენა და აქ ეს პატარა კრებული არის ჩვენი მუშაობის შედეგი. აქ წარმოდგენილია თანამედროვე ქართული ავტორების მოთხრობები, რომელიც იყო ჩვენი სამუშაო მასალა. ამ მოთხრობებზე ჩვენ, ესე ვთქვათ, პრაქტიკულად, თეორიულად და ყველა მხრივ, ესე ვთქვათ, ვივარჯიშეთ, ვიმუშავეთ და ესეც არის ამის შედეგი და მომავალ კვირას ზუსტად 1 კვირაში გავხსნით მეორე კურსს ამ სკოლის. ძალიან მაგარია მართლა. იმ 5 მოსწავლეს დაემატება სხვა ეს ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იგივე შემადგენლობით გაგვეგრძელებინა ეს საქმიანობა, ვინაიდან ქართული ენის სპეციფიკიდან გამომდინარე გვაქვს ძალიან დიდი სამუშაო, როგორც თარგმნელობით ოსტატობაში უნდა ვივარჯიშოთ, ასევე ენასთან მიმართებაში ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება რომ და ალბათ ყველაზე მეტად რაც ჭირდება ქართულ ლიტერატურას დღეს. მაგდა ძალიან ბევრი რამისთვის უნდა გითხრათ მადლობა. მადლობა რომ აი ესეთი შრომის უნარიანი ხარ და ესეთი პატრიოტი ხარ საქართველოსი, მე ასე ვიტყოდი, გადაჭერბების გარეშე ასეა და ძალიან გაგვიმართლა რომ იმ 25 წლის წინ შენ ჩამოხვედი და აღარ მოგიდა აქედან წასვლა და თუ მიდიხარ ისევ საქართველოს საქმეების საკეთებლად მიდიხარ. ძალიან დიდი მადლობა. მე ვიცი რომ შენი თარგმანების ანგარიში არის არჩილ გიგოძის წიგნიც, ხო? ესაც რომ მოვასწროთ. ივა ფეზუაშვილიც მახსოვს, უკვე გამოვიდა ივას წიგნი, ხო? და რა ვიცი, ძალიან დიდი მადლობა შენ ამ მნიშვნელოვანი საქმეებისთვის და მოქალაქეებრივი პოზიციისთვისაც. ძალიან დიდი მადლობა. მე პირიქით არ ვიცი, ძალიან მადლობელი ვარ, რომ მომეცა ამის შესაძლებლობა და ბევრ რამეს კიდევ გეგმავ ამ მიმართულებით და ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, ამიტომ საბამისად შემდეგი სტუმრობაც ჩვენთან დასაგეგმი გვაქვს ახალი ამბებით. დიდი მადლობა. დასრულდა ჩვენი ამბავი. შემდეგ შაბათს ლაშა შემოგვიერთდება შემდეგ შაბათს, კი. შემოგიერთდებით. მადლობა.